მოკლოდა, ისევ ამოვარდა ქარბუქი და სავსე მთვარეც მიიმატა. ასე მალე დაბრუნდი. დღევანდელი საახალწლო ზღაპარი ძალიან ლამაზად წარმოგვიდგინეს ჩვენი სკოლის მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა, მათი კლასის ხელმძღვანელის ქალბატონ მარინა ჭულუხაძის ხელმძღვანელობით საახალწლო სურვილები გამოთქვეს მათ და გაგვიმხილეს, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად შეუსრულდება. მიდა ბედნიერი ახალი წელი უსურვო ამ ბავშვებს, მათ მშობლებს, სკოლას და მთლიანად საქართველოს. კლასმა დამსწრე საზოგადოებას, სკოლას, მასწავლებლებს, მშობლებს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და ჩვენ მქონდა ესეთი პროექტი ხელოვნების გაკვეთილზე, რომ შეგვექმნა ისეთი ნამუშევარი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებისთვის გამოგვადგებოდა და ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი დიდი ლამაზი ნაძვისხე შეგვექმნა. ამ ნაძვისხის შექმნის პროცესში ჩართული იყო კლასის თითქმის ყველა მოსწავლე, მაგრამ განსაკუთრებით ინიციატორი იყო რამდენიმე მოსწავლე, რომელსაც ძალიან კარგი ხედვა აქვს აი ამ მხატვრობის, ფერების და საკმაოდ ლამაზი ნამუშევარი გამოვიდა და ეს ნაძვისხე დღეს ჩვენს ღონისძიებას ამშვენებდა. ყველას ულოცავ, სრულიად საქართველოს ულოცავ დამდეგ 2025 წელს და ყოველივე სიკეთეს, სიყვარულს და ბედნიერებას ვუსურვებ. ვინ ხარ და აქ საიდან გაჩნდა? ცოტა ხნის წინ სხვაი ჩემს მთელი კალათიები დაატრებულეს. ხო და მეც მოვედი. ამ ზემისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი და მთელი სული და გულით ველოდებოდით ამ დღეს მთელი კლასი, რომ ასე ყველას ერთად გვეზეიმა და ხალხისთვის მიგველოცა დამდეგი ახალი წელი. ამ დღეს მთელი გურთფელობით ველოდებოდით და ძალიან გაგვიხარდა ეს დღე. ყველა გურთფელობით და კარგად თქვით ეს ჩვენი სიტყვები და მრავალი ახალი წელი მიულოცეთ ყველას. დღითი დღე ვემზადებოდით, ვაუმჯობესებდით ჩვენს ცეკვებს და ყველას გილოცავთ ახალ წელს.